მოგესალმებით ქრისტეს მიერ სიყვარულით. მეგობრებო, მშვიდობა გქონდეთ. დღეს ძალიან უხერხული მდგომარეობა შემემთხვა, შეიძლება ითქვას ვიჩხუბე სიტყვით, საუბრით, მღელვარებით ადამიანთან, მეგობართან, თანამშრომელთან და აი აქედანაც მინდა მას შენდობა ვთხოვო და თქვენთან ერთად კიდე ეს საკითხი განვიხილო, რას თემაზე ჩამოვარდა ეს მღელვარება, აზრთა სხვადასხვაობა, წინააღმდეგობა და მე ზოგადად არა ვარ ღმერთმა იცის კონფლიქტური ადამიანი, მეტადრე ძალიან დიდი ხანია უკვე აღარა ვარ, ასე ვიტყოდი და მაგრამ როდესაც საქმე ეხება რაღაც ეროვნულ ფაქტორს და ეროვნულ სიტყვას, ეროვნულ ფასეულობას, აქ შეუკავებელია მღელვარება რა, შეუკავებელი და ძალიან ავღელდი. კიდე ერთხელ მე მინდა მას ბოდიში მოუხადო, იქვეც მოუხადე ბოდიში, ეს არის ძალიან კარგი ადამიანი, ძალიან კარგი სპეციალისტი, ჩვენ ერთად ვმუშაობთ დიდი ხანია, ალბათ 10-12 წელიწადია და ორი შვილის მამა, სამი შვილიშვილის პაპა, კაცი უცებ ლაპარაკში რა ეხლა გვარს და სახელს არ დავასახელებ ცხადია და უცებ ლაპარაკში ამბობს წარმოიდგინეთ რომ მეო იტალიელი ვარო რა ადამიანი ამას ამბობს გამიგეთ იტალიური წარმოშობა გვაქვს და ასე შემდეგ მე ერთი წამის შევხედე რომ ალბათ ხუმრობს ალბათ რაღაცა შესაბამისად უნდა რომ განაგრძოს საუბარი და შევოტყი რაღაც სიამაყე ესეთი ხელმოღერებულობა გამიგეთ და ახლა მოგეხსენებათ ქართულ გვარსახელებში, ქართულ გვარებში არის უამრავი გვარი, რომელსაც იგივე დაბოლოება აქვს, როგორც იტალიურს. ახლა მაგალითად იტალიაში როა მონტეგი, კაპულეტი, სილვინი და ვალოტელი და ასე შემდეგ, ლი, ტი, გი დაბოლოებები ერთ-ერთი ასეთი დაბოლოების გვარის მქონეა ეს ადამიანი და პირველი რაც შევეკითხე, კარგად გამიგეთ ახლა ამ ადამიანს, იყო ის, რომ ვინ გითხრა მეთქი, პაპამ გითხრა, პაპის მამამ გითხრა, პაპის ძმამ გითხრა, მამამ გითხრა, ვინ გითხრა, გამაგებინეთ. ვინ გითხრა, რა საფუძველი გაქვს მეთქი ამას რო ვამბობ, ან იცი რაღაცა რამე კავშირები აღმოაჩინე. პატარაზე პირი დააღო, გამიგეთ, აღარ იცის რა თქვას ახლა და ყველამ ვიცით მისი წარმოშობა, მისი სოფელი, მისი ქალაქი, გვარი, იმ გვარის წარმომადგენელი სახელოვანი ადამიანები, წარმოიდგინეთ. მერე იქაც შესაბამისად პირველ პაუზას ის მოგეხსენებათ, ახლა იტალია მაინც ახალი შემდგარი ერია, ახალი შემდგარი საქართველოსთან შედარებით უამრავი ქვეყანაა ახალი შემდგარი ერი და ახალი შემდგარი ქვეყანა, მაგრამ მაინც რა და მაინც მეთქი ახლა ვენეციელი ხარ წარმოშობით თუ გენუელი ხარ წარმოშობით თუ შარდანა სარდინიენი ხარ მეთქი წარმოშობით თუ საიდან შესაბამისად მიხვდა აი ამ ჩაჭიდებულობას კარგად გამიგეთ რა და მე უკვე შესაბამისად როდესაც 1-2 ესეთი რაღაც წინადადება იყო მე ვთხარი ღმერთმა ქართველად გაგაჩინა ქართულ ენაში გაგაჩინა თბილისში გაგზარდა საქართველოს უმაღლესი სასწავლებელი დაამთავრე ქართულ ენაზე მეტყველებს სოფელი გაქვს ქალაქი გაქვს შვილიშვილები ყავს რა სიტყვიან შენი შვილიშვილები რომ გაიგებენ ერთვენიერ დღეს რომ აი პაპა ჩემი ამბობს რომ მე იტალიელი ვარ ის რაც შენ არ გაგიგია მეთქი არავისგან ის რაც შენ არ გაგიგია და კარგად გამიგეთ ახლა იქ რა სიტყვიან შვილიშვილები რა სიტყვიან ხალხი და აი ესეთი წინააღმდეგობა წავიდა და გამაოგნებელია, კარგად გამიგეთ რა თქვენ ახლა ეს ალბათ თქვენს გაგიგიათ რა ეს რო აი ადამიანს უცხო ისეთი რაღაც არის საქართველოში რომ აი თითქოს გაცილებით უკეთესი იყოს რა იტალიელობა იქნება მე ძალიან მიყვარს იტალია და ძალიან დიდ პატივს ავცევ ერთსაც ვიტყვი რომ იტალია სრულიად სხვა ერია დღევანდელი სრულიად სხვა ენაა დღევანდელი შესაბამისად რამდენადმე სრულიად სხვა ხალხიც არის ვიდრე მაგალითისათვის კეისრის ეპოქა და ლათინური სამყარო მოგეხსენებათ ახლა და ის წარსული და ასე შემდეგ, მაგრამ როგორ შეიძლება კარგად გამიგეთ? იცით ამან რა განაპირობა? იცით ამან ეს განაპირობებს რაღაც ეროვნულ სისუსტეს, იდეოლოგიურ სისუსტეს, კარგად გამიგეთ ახლა ასეთი რამე ხუმრობითაც არ უნდა თქვა.
ხუმრობითაც არ უნდა, ზოგი ამბობს იტალიელი ვარ, ზოგი ამბობს შოტლანდიელი ვარ, ზოგი ამბობს ისა ვარ, ესა ვარ. კარგად გამიგეთ, ძალიან სახელოვანი გვარი აქვს, პროფესორები არსებობენ, ადამიანები, გამოჩენილი ადამიანები, ლექტორები, მასწავლებლები, ასე შემდეგ, ასე შემდეგ. სოფელია, ქალაქია, მათი შეიძლება ითქვას აი ამ კუთხის და ჯიშები გამოყავთ და საოცარი ადამიანები არიან, იტალიელი ვარ. გამაოგნებელია, კარგად გამიგეთ, ამთავი თქვენ მომიტევოს მან, მე კიდე ერთხელ გეუბნებით, მას იქვე ვთხოვე ბოდიში, მაგრამ და შენდობა, მაგრამ ზოგადად მინდა ესეთი მიდგომა ჩამოყალიბდეს. ეხლა ჩვენ ერთი კულტურის ერი ვართ. აი ეს არის ჩემი ცხოვრების არსი, უკვე რო ყველას გავაგებინოთ, ერთი კულტურის ხალხი ვართ. ნიკოფსიიდან დარუბანდამდე, აი სადაც ანაპაა, იქ სადაც დღეს მახაჩკალაა, აი ამ ტერიტორიის სამხრეთით და სადაც ტრაპეზუნთა, კერასუნთაა, იქიდან მტკვრის სათავეებამდე და ურარტუს მთამდე, არარატის მთამდე, აი ამ ზემოთ და გაცილებით სხვა ტერიტორიაზეც უამრავი ქართველი ცხოვრობდა ისტორიულად, მაგრამ ეს აი აქ ერთი კულტურაა, ერთი ხლა. ნახეთ ახლა სხვა თემაზე რო გადავიდე, მე მალე შემოვიფარგლები ახლა და გადაცემის არს უფრო დიდი დრო მინდა დავუთმო. ჩვენი სახელმწიფოს მთავარ გვერდზე აი არის ესეთი საიტი gov.gi გამაოგნებელი შეცდომა წერია, საიდან აიღეს. არა, ვიცით საიდანაც აიღეს, როგორ არ ვიცით საიდანაც აიღეს, მაგრამ რატოა უგულებელყოფილი ქართული წყაროები? ერთი კი არა, ბევრი ქართული წყარო რატოა უგულე? იქ წერია, რომ ორი კულტურისგან შედგენილი ერი ვართ ჩვენ და დასავლეთ ქართული, ანუ ლიხსიქითა კულტურა და აღმოსავლეთ აქეთი, ანუ ლიხსაქეთა კულტურა და თითქოს და მე-11 საუკუნეში შემდგარი ერი, დაკნინებული, რომ უყვართ, რომ ხვდებიან ადამიანები და რომ უყვართ, ხო, სიტყვაზე რომელიმე წყარო. მაგალითად ძეგლის წერა, ხო? აი რუის ურბნისის ძეგლის წერა. ჯერ სხვა გაცილებით ადრინდელი ძეგლებიც აქვს, მე დარწმუნებული ვარ, რომ მოქცევაიც გაცილებით ადრინდელია და ქართლის ცხოვრებაც უფრო ადრინდელია და ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებები გაცილებით უფრო ადრინდელია, ყველამ ვიცით, მაგრამ მაინც შესაბამისად რომ უყვართ ეს ძეგლის წერა, ისა რუის ურბნისი მარტო ისიციან, ისიც ტყუილი, აბსურდი, რომ ვიღაცამ რაღაც დააშავა და ქუსლები დააჭრაო, სულ ქუსლები დააჭრა, არა ზღაპარი, კარგად გამიგეთ. აბსურდი. რა ქუსლები დააჭრა, საიდან მოიტანეს, რომ ქუსლები დააჭრა დავით აღმაშენებელმა εν რაოდენობის ადამიანს, ხალხო, არ აქვს ხვენიათ, რა საიდან სადაო, წმინდა საბაო. იქ წერია, აი ამ ქართლის ცხოვრებაში წერია, რომ მაგალითისათვის ანდრია პირველწოდებულმა გაანათლა მთელი საქართველო, ყოველი სავსება ქართველთა აბსოლუტურად გაანათლა მაგალითისათვის ლაზიკაც, სადაც სარფია სიტყვაზე და შესაბამისად გაანათლა, სადაც ხორნაბუჯია დღეს და სადაც სტეფანწმინდა იცხარեց და მაშინ ერთი სახელმწიფო იყო და ერთი კულტურა იყო, ერთი ენა იყო, ერთი კულტი იყო, ერთი სარწმუნოება იყო, ერთი ხალხი ცხოვრობდა, ერთი ენა იყო. იგივე შესაბამისად ქართლის ცხოვრებაში, იგივე წმინდა ნინომ კიდე კარგი არა მარტო ქართული წყაროები, არამედ სხვა უამრავი ქართული წყარო წარმოიდგინეთ, იგივე გელასი ყვიზიკელი, იგივე გელასი კესარიელი, მე-5 საუკუნეში წარმოიდგინეთ, საუბრობენ, რომ წმინდა ნინომ გაანათლა ლაზები და იბერები. წარმოიდგინეთ, გაანათლა ლაზები და იბერები, ეს რას ნიშნავს, იცით, რომ აი ტრაპეზუნთადან ხორნაბუჯამდე. და იქვე წერია, რომ ძეგლის წერაში, რომ კლარჯეთიდან მასკუთებამდე, მასკუთები სადაც დღეს ბაქოა, აი წარმოედგინეთ, აი ცხოვრობდნენ მასკუთებამდე, იქ არის ჩასული და არანაირი ალბანეთი არ ყოფილა, შესაბამისად ბოდბეში და როგორ შეიძლება რომ ამ ადამიანს სხვა ერი, სხვა ქვეყანა, სხვა ხალხი, სხვა ეთნოსი, სხვა ენა გაეკართველებინა, ანუ შესაბამისად ბოდბეც საქართველო იყო მაშინ. შესაბამისად აი ესეთი ერთი კულტურა, ერთი ენა ატენის სიონის ფრესკაზე მოხსენიებულია სტეფანოს ერისმთავარი
700-იანი წლების ადამიანია ესა წარმოიდგინეთ, იქ მოხსენიებულია ადამიანი, როგორც ქართველთა და მეგრელთა ერის მთავარი. კარგად გამიგეთ, ახლა იქ მეგრელთა რო წერია, ეს სხვა ეროვნებას არ ნიშნავს. ეს ნიშნავს რაღაცა კუთხულობას, მხარეობას და ასე შემდეგ და ქართველთა არ ნიშნავს სხვა რაღაცა კონკრეტულ ეროვნებას, ეს ნიშნავს მაგალითად აი ქართლის ერთ ნაწილს, საქართველოს ერთ ნაწილს და აი მთელი ერის ერის მთავარია ეს კაცი. იგივე მაგ ეპოქის ადამიანია, უდიდესი ადამიანი, საოცარი ეპოქის გმირი შეიძლება ითქვას და გადამრჩენი შეიძლება ითქვას, უდიდესინა 1/13 ქართველი ერისა გადაარჩინა კირიონ პირველმა. კირიონ პირველი ხან არარატის ეპისკოპოსი იყო და ხან ეგრისის ეპისკოპოსი იყო. ხვდებით ხო, რის თქმა მინდა, რომ იქ ქალკედონური ეკლესიის ეპისკოპოსი იყო ეს ადამიანი. ნუ ერთი ეკლესია მირიან მეფის შემდეგ, ერთი ენა ფარნავაზის მერე, ერთი სახელმწიფო ქუჯისა და ფარნავაზის მერე, იგივე სხვა რა მოგახსენოთ, რომ იქითაც არის კულტურა. მარტვილში არის შესაბამისად მე-7 საუკუნის მცხეთი ჯვრის მსგავსი ანალოგი ჯვარგუმბოთოვანი ტაძარი, წარმოიდგინეთ რა შესაბამისად და აი ესე კულტურაა უდიდესი დიდი ქართველი პოეტი შოთა რუსთაველის წინამორბედი იოანე მინჩხი მე-10 საუკუნე ნახეთ რა ქართულზე საუბრობს, ნახეთ რა ქართულ ენაზე საუბრობს, ეს არის სალიტერატურო ენა, ეს არის სამწერლობო ენა და ასე შემდეგ. ცხადია არსებობს მეგრული ენა, ცხადია არსებობს სვანური ენა, ცხადია არსებობს ლაზური ენა, ჭანური ენა, შეიძლება რომელიც დაიკარგა, კარგად გამიგეთ, აი ეს ქალდეური ენა შეიძლება ეხლა ის სიტყვები მაინც ამოკრებადია, შესაბამისად უამრავი კუთხის და უამრავი ხალხის ენა აუცილებლად არსებობს, იმიტომ რომ ჩვენ 45 საუკუნის ერი ვართ, ხალხო, 50 საუკუნის ერი ვარ და ეს წარმოიდგინეთ ეს კუთხე რო აი ამ ენაზე საუბრობს ამდენი ხანი უკვე რაღაც და ენის ჩარჩოები მიიღო. ეხლა ინდოევროპულში თუ მაგალითად 10 საუკუნისაა რომელიმე ენა და მიმართულება და 7 საუკუნესაა და ერთმანეთისა იდეალურად ესმის აბსოლუტურად სხვადასხვა ერს, მაგალითად იტალიელს და რუმინელს. იცით ხო? აი ის ზუსტად ის ანთითქმის ის ესმის, როცა როგორც აი პოლონელებს და რუსებს ერთმანეთის, ან მაგალითად უკრაინელებს და ბულგარელებს ერთმანეთის და რუსებსა და სერბებს ერთმანეთის, აი ესეთი მსგავსებები როა და იმას ენას ეძახიან, კარგად გამიგეთ. 700 წლისაა, 600 წლისაა რა, რომელიმე ენა და 500 წლისაა და ამასაც შესაბამისად ენა შეგვიძლია დავარქვათ. აი ანუ ამის თქმა მინდა რომ ეს არის რაღაც ერთიანი კულტურა, ერთიანი ერი, რაღაც საკითხები ეხლა როგორც მაგალითისათვის მეტროლოგიაში არსებობს სიგრძე, სიმაღლე, წონა, ზომა, სიმკვრივე და ასე შემდეგ სხვადასხვა ტექნიკური მახასიათებელი. ზუსტად ეგეთი მახასიათებლით შეიძლება ითქვას, რომ ქართველი ერი გამორჩეულია ყველასაგან. ეს არის ენის სიძველე, ეს არის ადგილზე მყოფობა, ეს არის მაგალითისათვის სამეფო ტახტის ქონა ესეთი დიდი ხნის განმავლობაში. ჩვენ წელთაღრიცხვამდე 300 წლიდან 1801 წლამდე შეურყევი 1811 წლამდე შეურყეველი ტახტი გქონდა. და სახელმწიფოებრიობა გქონდა. რა თქმა უნდა, ხან რას დავკარგავდით, ხან რას შემოვიმატებდით, ხან რას შემოვიმატებდით კი რა დავიბრუნებდით რა, მაპატიეთ აი ამას რომ ვამბობ, მე შემდეგ გადაცემაზე აი ამ სიტყვის მანკიერებაზე შემოვიმატებდით, ნეტა არ მეთქვა და ნეტა არ გამემეორებინა. შესაბამისად იგივე აი კარგად გამიგეთ, აი მოქცევა აი ქართლისა ის სამი კიდე კაი მარტო ქართლის ცხოვრება არ არსებობს, ისე ემტერებიან ადამიანები, გეგონება რამე დააშავა ამ წიგნმა. ერთიანობის იდეის გარდა და სიძველის გადმოცემის გარდა რას აკეთებს ესა? ადრეც ვლაპარაკობდი და ეხლაც ვიმეორებ, რომ მაშინ შესაბამისად ადამიანებმა თუ მასში არ მოწონთ რაღაცა 1, 4, 7, 10 ფურცელი, ის ფურცელი ამოხიონ და დანარჩენი წაიკითხონ რა. დანარჩენი წაიკითხონ ეს გრანდიოზული წიგნები, ფიზიკურად რო ხელში დაიჭირო ყაუყჭიშვილის გამოცემები, პირველი, მეორე და მეოთხე ტომი, შესაბამისად მგონი 30 კილო გამოვა, ხო, მინიმუმ, 25 კილო შეიძლება გაუჭირდეს კიდევაც ადამიანს გადატანა სამივე წიგნისა ერთად. იმხელა
99%, 99.5% ხო ეროვნულია, ჭეშმარიტია, კეთილია, სათნოა, ცნობების მომცემია და ის 5% თუ რატომ არის, როგორ არის, რანაირად არის, ან ლოგიკურად შეხედეთ, ან თქვენ თვითონ აღმოაჩინეთ, ან და წაიკითხეთ მიტროპოლიტ ანანია ჯაფარიძის საოცარი წიგნი, საოცარი მიგნება. ქართლის ცხოვრების არმენოფილური რედაქცია. სადაც დადარებულია სხვა წყაროებთან, ეს საოცარი წყაროები გვაქვს, ქართული, ძველი, ქართლის ცხოვრება. მოგცევა აი ქართლისაი, სამი ნუსხა გვაქვს, მოგცევა აი ქართლისაი, ნეტა კიდე გამოჩნდეს და მე დარწმუნებული ვარ, კიდე გამოჩნდება. აუცილებლად გამოჩნდება ქართლის ცხოვრების კიდე უფრო ადრეული ნუსხა. მოგცევა აი ქართლისაის კიდე სამი გვაქვს, ერთი არის ჭელიშური, მეორე არის სინური, მესამე არის შატბერდული. საოცარი რამეა რა მოგცევა აი ქართლისაი 99.5% ერთმანეთს რო ემთხვევა შესაბამისად ძეგლის წერა საოცარი რამე კარგად გამიგეთ ძეგლის წერა ვინც არის ის ახლა კარგად გამიგე შემოევლოს ყველას ჩემი თავი ეს არის რუის ურბნისი რო ჩატარდა იმ იქიდან გამოწანილ დადგენილებას ასე შემდეგ ქვია ძეგლის წერა რუის ურბნისის კრებისა შესაბამისად აი ეს ფაქტორი გვანგრევს მე დარწმუნებული ვარ აი ეს რაღაც გვასუსტებს რომ თითქოს და მე-11 საუკუნეში შედგენილი და შექმნილი ერი ვართ და მე ძალიან მიყვარს ბაგრატ მესამე მაგრამ კიდე ერთხელ გეუბნებით ეს იყო ხელმეორე გაერთიანება თორე შესაბამისად ყველანაირი საფუძველი არსებობდა რომ და ისევ შეიქმნა ცხადია დიდება უფალს და იგივე ჩარჩოებში შედგა გაცილებით ნაკლებ ჩარჩოში შედგა შეიძლება ითქვას თამარ მეფის ქვეყანა ვიდრე მაგალითად არსებობდა გრანდი ახლა არის ესეთი დიდი ადამიანი ძალიან დიდი ადამიანი 1920-იან 30-იან წლებში ზოგი რუსი და იმპერიელი მწერალი ობიექტურია ახლა ყველა სუბიექტური კი არ არის მაგალითად ახლა გვარევი არ ჩავმართლევინოთ და არმენი მწერლებიც არიან ზოგი ობიექტურები რაზეა საუბარი და არა ისეთი სუბიექტურები რომ რუკებს ხაზავენ სადაც ხაშურზე გადის მაგათი საზღვარი და ახალციხეზე და შესაბამისად ივაშენკოა ესეთი ადამიანი რომელიც ამბობს 1920-იან წლებში 30-იან წლებში რომ ყობანური კულტურაო კოლხური კულტურა არის ეს კოლხეთი არისო კარგად გამიგეთ და კოლხეთი რადგან კოლხეთი ამოვიდა და ამოვიდა იქ კოლხური წესები, კოლხური არტეფაქტები, კულტურული დამარხვის ასე შემდეგ წესები და ასე შემდეგ ამოვიდა სად აღარ სევანის ტბასთან ამოვიდა წარმოგიდგენიათ და აღმოსავლეთ საქართველოში და პირიქითა კავკასიაში და ასე შემდეგ და ისინი დღეს ამბობენ რომ აი აქო კასპში არისო ყობანური კულტურა, არაქართული კულტურაო და ამ დროს შესაბამისად ეს თემა გასამარჯვებელია რომ იცი ძალიან ბევრ ადამიანს ოროსანს რა ან სამოსანს კეთილი უნდა ვიყვეთ რომ სამიანი დაუწეროთ ერთმანეთში ეშლება პრეისტორიული და ანტიკური კოლხეთი და სტრაბონისა და შეიძლება ითქვას ელინური კოლხეთი რა აი პროკოფიკეს არის ელის დროინდელი ლაზიკა და ის კოლხეთი კირილ თუმანოვია ესეთი ადამიანი ისაუბრებს რომ ეს არის პირველი ქართული სახელმწიფო რა კოლხაზე ეს რაც იცის და მანამდეც უეჭველი არსებობს და შესაბამისად აი ეს კოლხეთი მაშინდელი ის იმდენად გრანდიოზულია იმდენად აი რომ თავდებოდა შეიძლება ითქვას კავკასია კოლხეთი იყო და იმის მერი აღარ იყო რა აი სადაც პირიქითა კავკასიონის მთელ ტერიტორიას და მცირე კავკასიონის მთელ ტერიტორიას შესაბამისად მოიცავდა კოლხეთი 33, 32, 27 საუკუნის წინ და ასე შემდეგ და მე ახლა მოგეხსენებათ რა ქნეს კიმერიელებმა და რა ქნეს მომხდურებმა და ასურეთმა რა ქნა და ასე შემდეგ ამაზე ბევრი გვაქვს სასაუბრო და მე იქნება ახლა სტრაბონის კოლხეთი შეგვიძლია ვუწოდოთ რა ამას რაღაც დონეზე რა მე ახლა თქვენთან მოვედი შემდეგი გადაცემით რა ანუ წინა საახლა რაც ვისაუბრე ამდენი ხანი ემოციების ფონზე კიდე ერთხელ მინდა გითხრათ რომ
რა თქმა უნდა არსებობენ საქართველოში ჩამოსული ადამიანები შემოვლე მათ რომლებიც გვარიდან ჩანს რომ 100 წლის წინ 150 წლის წინ ჩამოვიდნენ იდეალური ქართველები არიან დღეს 4 5 6 7 თაობა ცხოვრობენ აქ მაგრამ როცა ადამიანი ახლა საუცხოოსა და უცხოურის ფასეულობამ აქაურობა და ქართულობის ფასეულობა მით უმეტეს ესეც სფეროში რასაც ქვია ეროვნულობა, ენა, სარწმუნოება და ასე შემდეგ არ უნდა გადაწონოს რა. არ უნდა გადაწონოს და ღმერთისგან დაჯილდოებული ხალხი ვართ, რომ ქართველად დავიბადეთ. წარმოგიდგენიათ? ადამიანიდან 5 მილიონი ადამიანი ვართ ქართველი და ქართულის მცოდნე და ქართულად მოსაუბრე ადამიანი და ეპოქა იყო, რომ ფუძე ენაზე საუბრობდა მთელი კაცობრიობა და იმ ფუძე ენას ეჭვგარეშია, რომ ყველაზე ძალიან დღევანდელი ჩვენი ენა გავს რა. დღევანდელი ჩვენი ენა გავს. ჩვენი მეგრული, ჩვენი სვანური, ჩვენი ლაზური და ჩვენი ქართული რა. აი ეს 4 ქართული ენა, 4 ეგრისული ენა, ესე ვიტყოდი. 4 კავკასიური ენა, უადრესი კავკასიური ენა, 4 თარგამოსული ენა, თორღამესეული ენა, აი ეს 4 ენა არის 45 საუკუნის. მე ეჭვგარეშია და მე ძალიან მიყვარს და თქვენც მინდა შეგაყვაროთ თეიმურაზ ბატონიშვილი ამბობს, რომ ეს ჩვენი ეთნარქები, ანუ ნოეს შვილიშვილები ამ ენაზე საუბრობდნენ, რა ენაზეც ახლა ჩვენ საუბრობთ. და არა, კატეგორიულად არ უნდათ ამისი არც გაგება, არც დაჯერება და ლოგიკას ეკით მივყევართ. ახლა ზოგს უნდა რომ ისაჩვენო, რა ქვია, დოკუმენტი აჩვენო რა, ზოგს უნდა რომ ტრაფარეტი აჩვენო მაგალითისათვის, რომ აი აქ ედესაში 40 საუკუნის წინ, სადაც ახლა შანლიურფაა, იყო ური, ქალაქი ური და აქ ცხოვრობდა აბრაამი. თორე ისე არ დაიჯერებს, არა. არა, იმიტომ რომ გაჯდა თავში, გაჯდა ის შესაბამისად და ურთულესია იმისი დანგრევა, მაგრამ ძალიან ბევრი რამე დასანგრევია. აი ახლა რა არის დასანგრევი დღეს რა? რაც დღეიდან უნდა დავიწყოთ, რაც 2 კვირის წინ უნდა დაგვეწყო, რაც 10 წლის წინ უნდა დაგვეწყო და რაც მარტო ხელა ადამიანმა, როგორც ისტორიკოსმა, როგორც მეცნიერმა, ამ ხრივ მარტო ხელა ადამიანმა, თორე იგი მარტო ხელა არ არის, უამრავი ადამიანი, დიდი მრევლი, დიდი გუნდი, დიდი სამღვდელოება და დიდი მოსწავლეთა გუნდი უდგევართ გვერდში, მიტროპოლიტმა ანანიამ დაიწყო. დაახლოებით 30-35 იგი 44 წელია უკვე რაც მღვდელმთავარია, ქიროტონით პირველ ადგილზეა შესაბამისად დედა ეკლესიაში პატრიარქის შემდგომ ცხადია სინოდის წევრებს შორის, მან მარტომ დაიწყო რა. იცით რა აღმოაჩინა? აი ლოგიკურად აღმოაჩინა, რომ გამორიცხულია, რომ დედა ეკლესია იყოს პროზელიტური. გამორიცხულია, რომ დედა ეკლესია იდგეს სხვის ტაძარში, ნატაძრალზე, სხვის იმრევლი ყავდეს. გამორიცხულია, შანსი არ არის ეს შესაბამისად. პირიქით, სხვები არიან პროზელიტები. სხვა პროზელიტიზმი იმას ნიშნავს, რომ სხვის ტაძარს, სხვის მრევლს, სხვის ტერიტორიას, ეკლესიურ ტერიტორიას, სხვის დაფუძნებულ კათედრას დაეპატრონები. და ეს დაგმობილია, კიდევ ერთხელ ვამბობ, მეორე მსოფლიო კრებაში და მესამე მსოფლიო კრებაში აკრძალულია, კატეგორიულად აკრძალულია, როგორც მაგალითად ყაჩაღობა არის აკრძალული სისხლის სამართლის კოდექსით რა. აი ზუსტად აი ასე, აი ამ დონეზე. რუკა ნომერი 1 ეს მიტროპოლიტმა ანანია ჯაფარიძემ შექმნა, დახატა და თქვენ რო წარმოიდგინოთ, მაგრამ ეს არის ისტორიული სიმართლის დამახინჯება საბჭოურ ეპოქაში. და აი საბჭოურმა მეცნიერებამ უკვე ეს ისე გააძლიერა ეს ტყუილი, ეს აბსურდი, რომ შესაბამისად უცხოელებიც ესე აი იმით სარგებლობენ, ფიქრობენ ის უცხოელები, რომ ალბათ მაგებმა კარგად იციან რა, რადგან თავის ქვეყანაზე ეგრე წერენ და ეგრე ლაპარაკობენ რა. აი ეს არის შესაბამისად თითქოს და მყოფობა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ეკლესიის კათედრებისა, იურისდიქციისა
დღევანდელ საქართველოს ტერიტორიაზე და კავკასიაში. მე-10 საუკუნემდე, მე-11 საუკუნემდე თითქოს ეს მდგომარეობა იყო. ნახეთ ახლა შესაბამისად თითქოს და სადაც დღეს არის რიზე, იქამდე იყო მაგალითისათვის პოლემონის პონტოსა და ასე შემდეგ ეპარქია. თითქოს და დღევანდელ საქართველოში, დღევანდელ დასავლეთ საქართველოში ბიჭვინთის დაბლა და ბათუმს მაღლა და აქ კიდე ბაღდათს დასავლეთით და ფოთის აღმოსავლეთით თითქოს და იყო კონსტანტინოპოლის ეკლესიის ლაზიკის ეპარქია. ეს იმას ნიშნავს, პირდაპირ გეტყვით რა, რომ აი აქ მცხოვრები ადამიანები ძალიან მარტივად შეხედეთ, რომლებიც ყველა შაბათ-კვირას ტაძარში იდგნენ. დღევანდელივით კი არ არის და 1970-იანი წლებივით კი არ არის, რომ ვისაც როცა უნდა და მაშინ მიდიოდა ეკლესიაში რა და ვისაც გაახსენდებოდა. ყველა რომ ტაძარში იდგა, ყველა შაბათ-კვირას და ყველა დღესასწაულზე ის ეპოქაა და ის რწმენაა და ის შემართებაა. წარმოიდგინეთ, ესე იგი ყველა აბსოლუტურად ბერძნულად ლოცულობდა, ბერძნულად კითხულობდა და ვინც წერა-კითხვა იცოდა, ბერძნულად წერდა. აი წეგან რო ადამიანი ლაპარაკობდა რომ იტალიელი ვარო, კარგად გამიგეთ და მე რომ გადათქვა არა ვარ იტალიელიო რა. დიდი მადლობა მას მეგობრობისათვის და აი ამ სიტყვისათვის. შესაბამისად ისეთ საბჭოთა ისტორიოგრაფია და უამრავი აი ეს შესაბამისად ეუბნება რომ თქვენ მაგალითისათვის დავიწყოთ ესე წამოვყვეთ რა. დავიწყოთ ესეთი რაღაცა წამოვყვეთ. მაგალითისათვის აი თქვენ ბაღდათელებო, ფერსათელებო, ვარციხელებო, პატრიკეთელებო, თურმე მე-11 საუკუნემდე თქვენ ლოცულობდით ბერძნულად, იყავით ბერძნულ კულტურაში, ეს კიდე სხვა არის, ვიდრე დასავლური კულტურა, ეგრეთ წოდებული, რომ თითქოს და დასავლური კულტურა არსებობდა, ეს კიდე მესამე კულტურაა რა, ყურით მოთრეული და შესაბამისად თითქოს და იყო ვარციხეში ბერძნული კათედრა სახელად როდოპოლისი. ნახეთ ახლა ბერძნული ბიზანტიური სტილი რა. როდესაც ბიზანტიური ეკლესია, როცა ბიზანტიის ეკლესია აშენებს, აფუძნებს კათედრას, იქვე შეიძლება ითქვას, რომ ქალაქს აშენებს, დაბას აშენებს. აი პატარა შეიძლება ითქვას, სრულ ინფრასტრუქტურას აშენებს, რაც ჭირდება შესაბამისად დაბას. დღევანდელი გაგებით დაბას, მაშინდელი გაგებით ქალაქს. იქ აუცილებლად არის შესაბამისად ციხესიმაგრე. იქ აუცილებლად არის გარნიზონი, იქ არის აუცილებლად ყაზარმები, თავლები, იქ არის აუცილებლად მაღაზია, საცხოვრისები, სასაფლაო, მორტირიუმი, ტაძარი არის აუცილებლად ძალიან დიდი საჭირო და ეს ყველაფერი რა წარმოიდგინეთ არის ინფრასტრუქტურულად ნახეთ, მოძებნეთ, იცით რა ჩაწერეთ, რომელიმე სახელწოდება კი არ ჩაწერეთ. აი ჩაწერეთ ბიზანტიური ეკლესიის ინფრასტრუქტურა. ან ჩაწერეთ მაგალითისათვის აი ბიზანტიური ეკლესიის ტიპიური ნაგებობები რა. და მე ერთ მაგალითს მოგიყვანთ მე და თქვენ მიხვდებით რომელია ესეთი. წარმოიდგინეთ რომ ესეთი უნდა არსებულიყო მანდ და დღეს ხო ჩატარდა უამრავი არქეოლოგიური სამუშაო მანდ რა. ვახტანგ ჯაფარიძე თხრიდა აი პარმენ ზაქარაიას ეპოქა არის წარმოიდგინეთ აი ამ ეპოქაში თხრიდნენ ეძებეს ვერაფერს ვერ პოულობენ წარმოიდგინეთ და მაინც იმის და მიუხედავად რომ კულტურულ ფენას ვერ პოულობენ შესაბამისად მაინც წერენ რომ კი აქ იყო ბიზანტიური კათედრა როდოპოლისი მოსაყდრე მოადგილე აი რო იყო მაგალითისათვის მიტროპოლია მთავარი სამიტროპოლიტო კათედრა ფაზისი ეს იყო მეორე სახელად როდოპოლისი იერარქიულად ხვდებით მოსაყდრე უნდა ყოფილიყო გრანდიო ეკლესიის წარმოიდგინეთ კვალი არ არსებობს ეკლესიის ესეთი გრანდიოზული ეკლესია უნდა ყოფილიყო და კვალი არ არის და რას ამბობენ იცით რომ სასაფლაოებმა გადაუარაო რა
და სასაფლაოებმა დაკარგაო, იქ სასაფლაოები გააკეთესო რა. ეკლესიის ციხესიმაგრის რაღაც პატარა ნაშთებია, იქ არ არის არც გზის, არც კვალია, ვერ იპოვეს მაგალითისათვის ფული, რომელიც ჯარისკაცებს ეკარგებათ, ან ხო რაღაცა დოქის სახელურები იპოვეს და აი ამფორებია და ასე შემდეგ. მაპოვნინოს ვიღაცა მან ადგილობრივმა, ან გეოლოგმა, ან ინჟინერმა, ან ნებისმიერ ისტორიკოსმა, ნებისმიერმა მაპოვნინოს ეკლესიის კვალი. მე-6, მე-7, მე-8, მე-9, მე-10 საუკუნის ბერძნული ეკლესიის კვალი მაპოვნინოს, სადაც მიწის დონეზე მაინც უნდა ჩანდეს, ხო ხდებით, საძირკველი რა. ეს ერთი. მეორე, ცაიში. თითქოს და იქ იყო საისინის კათედრა რა. იქ არის ნუსხებში არის საეპისკოპოსო ნუსხებში ნოტიტია ეპისკოპატუმ ესეთი ნუსხები არსებობს კონსტანტინოპოლის ეკლესიის საეკლესიო ნუსხები ერთი კი არა 13, 14, 15 შესაბამისად იქ წერია ესეთი საისინის კათედრა ესო იყო ცაიშიო დიდებული ცაიში ზუგდიდის მიმდებარედ ხო დიდებული ცაიში მაჩვენოს ვინმე ტიპიური ბიზანტიური ეკლესია. აი სოფელ ცაიშში ან ადგილობ ან ვიქით ან აკეთ კარგად გამიგეთ მაჩვენოს გალავანი მაჩვენოს სამხედრო ნაგებობა მაჩვენოს ბიზანტიური ან ეკლესია გვაჩვენა რა შესაბამისად ეხლანდელი ეკლესია მე-16 საუკუნის არის მე-11 საუკუნის მე-12 საუკუნის არის მე ძირითადი ნაწილი და იქო ძირს უარსებობდაო ანუ აღიგვა პირისაგან ის ძველი ეკლესია და იმ ადგილზე დააშენეს არა გვერდით არა იქით და კვალი აღარა ჩანს და ესე იქ იყო კატეგორიულად იყო და კვალი არა ჩანს წარმოგიდგენიათ იგივე მაგალითისათვის აი კიდე ერთ-ერთი იყო გუდავაშიო და სახელად ერქვა იქ არის ეკლესია ზიგანეურუმ ეს არის გალის დასავლეთით პირველი გუდავა მეორე გუდავა და ოჩამჩირის აღმოსავლეთით ხვდებით რა ადგილია ეხლა ჩვენ ტკბილ სამშობლოში აფხაზეთის მიწაზე გალის რაიონში ოჩამჩირის რაიონში არის პირველი მეორე გუდავა იქ დგას დიდებული ეკლესია წმინდა ბარბარეს სახელობის სუფთა ქართული ეკლესია გაცილებით გვიან აშენებული იქაც არ არის ბიზანტიური კვალი კიდე ერთხელ მინდა გავუსვა ხაზი რომ ბიზანტია აშენებს გრანდიოზულ ნაგებობას გრანდიოზულ ციხესიმაგრეს აუცილებლად ეკლესია და ციხესიმაგრის აუცილებლობა არის იქ არის და ყაზარმის და ქალაქის და ინფრასტრუქტურის და ბაზრის და ვაგზლის ასე ვთქვათ აი ვაგზალთანაც მივალთ აუცილებლად აი ცოტა ხანში რა შესაბამისად მანდაც გამორიცხულია მსგავს არა კატეგორიულად ამბობენ რომ აქ იყო ბიზანტიური კათედრა ზიგანა ნუ ეხლა ფოთის ადგილას კარგად გამიგეთ რა ეძებენ რაღაც ისეთ ხელსაჩატიც რომ იმ ეპოქის მეგაპოლისი ფაზისი იპოვონ რა მომიტევოს ყველა მაგრამ ბაბა ხო არის ხოცოცხალი არქეოლოგები ყვანან ვინც 60 წლის წინ მუშაობდნენ 50 40 30 დღევანდელი ტექნოლოგიის საშუალებებში ვაჩვე ვითომ იქ ნატეხები არის ერთი უბანი ვითომ იქ საქორქიოსთან არისო რაღაცა სად არის კვალი გრანდიოზული ქალაქისა თუ ზღვამიქით გაიწია აქეთ უნდა დარჩენილიყო თუ არა და ზღვის ფსკერზეც მიდის გრანდიოზული კვლევები საშუალებები და ასე შემდეგ ფოთშიც არანაირი კვალი ფაზისის სამიტროპოლიტოსი რა არანაირი გამორიცხულია ესა და შესაბამისად მივედით პეტრამდე პეტრა თითქოს არისო ციხისძირში იყო თითქოს ბიზანტიური კათედრა პეტრაო ეხლა შესაბამისად პეტრა ცოტა ხანი გვერდზე გადავდოდა ციხისძირი რა და ვისაუბროთ შემდეგ რამეზე თითოეული თქვენთაგანი მე მინდა დავპატიჟო წელს ზაფხულში გნებავთ გაზაფხული იყოს მინდა დავპატიჟო ოზურგეთში საოცარ გურიაში ხო ულამაზეს გურიაში და მისგან დასავლეთით არის სოფელი გურიანთა საოცარი სოფელი უნიკალური სოფელი სახელოვანი სოფელი ჯადოსნური სოფელი და ასე შემდეგ მადლიანი სოფელი ისტორიული სოფელი გურიანთაში არის პატარა უბანი მის სამხრეთ
დასავლეთით, ასე აი გურიანთადან, ასე ვთქვა და იქ არის საოცარი არქეოლოგიური ძეგლი. საოცარი არქეოლოგიური აღმოჩენა. სახელად ქვია ვაშნარი. აი ჩაწერეთ და ნახეთ ესე ზემოდან დახედეთ ეს შესაბამისად მის გეომეტრიულ ფორმას. აი როგორი უნდა ყოფილიყო ბიზანტიური კათედრა. ყველა გაოგნებულია დღეს, აი დღემდე 2025 წლის გაზაფხულია, ხო? ყველა გაოგნებულია, რომ რა არის ეს? რა ერქვა აი ამ ძეგლს, რა ერქვა აი ამ ქალაქს, აი ამ ციხესიმაგრეს, აი ამ ტაძარს. და ვერავინ ვერ ამბობს, კარგად გამიგეთ, ვაშნარი, 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 ვაშლი, ვაშლი, ვაშლი. წარმოიდგინეთ, ვერავინ ვერ ამბობს და ყველა თანხმდება, რომ ეს არის ტიპიური ბიზანტიური ეკლესია, კათედრა, ქალაქი. კიდე ერთხელ გეუბნებით, თქვენ შეეკითხეთ მეცნიერებს რა. თქვენ ისტორიკოსებმა კითხეთ, პროფესორებს, აკადემიკოსებს კითხეთ, რა უნდა ყოფილიყო მე-6, მე-7, მე-8 საუკუნეში ამ ადგილას, რა უნდა ყოფილიყო? მე გეტყვით, რაც უნდა ყოფილიყო რა. ძალიან მარტივად გეტყვით ამას. და მოდით კიდე ერთხელ გეუბნებით, სანამ ამას გეტყვით, უმორჩილესად მინდა გთხოვოთ შემდეგი რაღაცა. რომ მობრძანდით, ხალხო, მობრძანდით, ჩემთან კი არა, ჩემთანაც მობრძანდით, გინდა სახლში, გინდა სოფელში, გინდა ქალაქში, გინდა კათედრაზე, მაგრამ თუ გადაწყვეტთ, რომ მოხვიდეთ უსაუბროთ კომპეტენტურ ადამიანთან და ისაუბროთ ამ თემაზე, აი წეგარო სოფლები ჩამოვთვალე მაგალითისათვის, გაგახაროთ ღმერთმა ფერსათის სკოლის დირექტორი, ვარციხის სკოლის დირექტორი, ბაღდადის პირველი სკოლის დირექტორი, ბაღდათის მეორე სკოლის დირექტორი და პატრიკეთის სკოლის ისტორიის მასწავლებელი, უпроსტად ისტორიის მასწავლებლები რა. გთხოვთ აი ჩამობრძანდით და მობრძანდით, გინდათ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიტროპოლიტანა ნიაჯაფარიძესთან სასაუბროთ, გნებავთ კათედრაზე მასთან, საეკლესიო კათედრაზე მანგლისში, მობრძანდით და დაჯდება ეს ადამიანი და 1, 2, 3 საათს დაგითმობთ ქართულად, ადამიანურად, ქრისტიანულად სუფრასაც გაგიშლით და ყველანაირ ნახას, დოკუმენტს, წიგნს, წყაროს გაჩვენებთ და დაგარწმუნებთ აი ამის ისტორიაში, რაც აქამდე ვილაპარაკე. და რასაც ახლა ვიტყვი, ეს ჩემი აღმოჩენაა რა. ეს ჩემი აღმოჩენაა, კარგად გამიგეთ და აი მოდით ვიმსჯელოთ. ახლა ამას უკვე მე ვთქვათ, მე გეწევით. გნებავთ სკოლაში, გნებავთ კათედრაზე, მე გეწევით. ადამიანურად, ქრისტიანულად, აკადემიურად ვისაუბროთ და ვიმსჯელოთ. აი ეს რუკა წამოგიღეთ მე თქვენ, რომ უკვე შთაბეჭდილება შეგექმნათ რა. შესაბამისად ეს არის რუკა ნომერი 2. ეხლა გამოჩნდება იგი შესაბამისად ეკრანზე. მე შეგიძლიათ უკან გადაახვიოთ და დაათვალიეროთ რა. შესაბამისად საბჭოთა ისტორიოგრაფია ამბობს რა, რომ აი ამ ტერიტორიაზე იყო კონსტანტინოპოლის ეკლესიის ლაზიკის ეპარქია. სინამდვილეში კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ლაზიკის ეპარქია მდებარეობდა არა დღევანდელ დასავლეთ საქართველოში, არამედ მდებარეობდა ტრაპიზონიდან სამხრეთ აღმოსავლეთით ვანის ტბამდე გადაჭიმული. და რო ვთქვი, რომ როდოპოლისი რო გონიათ ბაღდადში, იგი იყო ტრაპიზონის სამხრეთით. რო ვთქვი, რომ ზიგანა გონიათ ოჩამჩირესთან, იგი იყო ლაზიკის მთებში, აი ამ ადგილას, აი სადაც არის ტორული და გუმიშხანი. დღესაც არის ეს ეკლესია და დღესაც არის ეს ნაგებობები და დღესაც არის ეს ცოცხალი ეს სახელწოდებები და 150 წლის წინ და 130 წლის წინ და 110, 115 წლის წინ იყო როდოპოლისის ეპარქია და ასე ტიპიური ბიზანტიური კათედრები ადრე შუა საუკუნეებისა, კაცო. შესაბამისად აი აქ იყო, მაგრამ ეხლა შესაბამისად მოვედით ჩვენ შემდეგ საკითხთან რა. რასაც მე გთავაზობთ ამას რა. საბჭოთა ისტორიოგრაფია რო ამბობს, რომ ჩვენი დედა ეკლესია შეიჭრა სხვის იურისდიქციაში და ბიზანტიას წაართვა კათედრები თითქოს და მე-9 საუკუნეში, ხო? თითქოს და მე-10 საუკუნეში.
იმის მერე 50 ჯერ გვეომა და რას იზავდა წარმოიდგინეთ მე-11 საუკუნეში, მე-12-ში, მე-13-ში, მე-14-ში რას იზავდა კონსტანტინოპოლი და როგორ უკან გამოგვლიჯავდა. ჩვენ რომ მისთვის წაგვერთვა კათედრები დღევანდელ დასავლეთ საქართველოში. დღევანდელობაზე არ ვილაპარაკოთ, მოდი რა, მაინც დიპლომატიაა და სხვა ეპოქაა, კარგად გამიგეთ. თუმცა დღესაც უნდა ვიყოთ ძალიან ყველაფრისთვის მზად რა. შესაბამისად, არა დედა ეკლესია, არა მცხეთის ეკლესია შეიჭრა თითქოს და დასავლეთ საქართველოში არსებულ ბერძნულ ბიზანტიურ იურისდიქციაში. არამედ სწორედ ისინი ლაზიკის დიდი ომების ეპოქაში შემოიჭრნენ დღევანდელ დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე და აი აქ შესაბამისად ნახევარგურიაში აი ეს მწვანე ხაზი მაგისი ზედა საზღვარია შემოიჭრა იუსტინიანე და როგორც წერს შესაბამისად ევაგრე სკოლასტიკოსი პროკოფი კესარიელს აქვს უამრავი ცნობა აი ამ ლაზიკის დიდ ომებზე და იქიდანაც ვიხემძღვანელოთ როგორც წერს შესაბამისად ეს ევაგრე სკოლასტიკოსი აფშილებს აბაზგებს თქვენ ნუ უყურებთ ისეთ აი ჩამოყალიბებული აზრი აბაზგები არიან მარტო აი შესაბამისად ჩრდილო კავკასიაში აბაზგები იმ პერიოდში წარმოიდგინეთ ხშირ შემთხვევაში აფხაზის წინაპირობაა და შესაბამისად მთელ საქართველოს ეძახდნენ ხოლმე ქართველებსაც ეძახდნენ წარმოიდგინეთ აი მთელ ამ ტერიტორიაზე რა შესაბამისად და ეხლა სად იყო როგორ იყო ასე შემდეგ აი ეხლა ვისაუბროთ რა წერია რომ აბაზგებს აფშილები ერთ-ერთი ტომია, აქ მაცხოვრებელი ტომია, თორე აბაზგი მაგალითისათვის მეგრელიც შეიძლება ყოფილიყო, გურულიც შეიძლება ყოფილიყო, იმერელიც შეიძლება ყოფილიყო, სვანით შეიძლება ყოფილიყო, იმათ მოხსენიებაში რა. იმათ შეიძლება ესე დაეძახათ. და აი აქ მაცხოვრებელ აფშილებს, აბაზგებს იუსტინიანემ აუშენა ეკლესია. გამიგეთ? ეკლესია ააშენა და შესაბამისად ამ ეკლესიას ეძებენ ზოგი ამბობს რომ ბიჭვინთა არის ზოგი ამბობს რომ 40 სებასტიელის სახელობის ეკლესია რო არის ნოქალაქევში ეს არის ზოგი სად ამბობს მომიტევონ ძალიან ბევრი იციან ჩემზე 1000 ჯერ მეტი იციან კოჭამდე ვერ მივწდები მაგრამ აბსურდებს ამბობენ რომ ეს ხო არ არის ის ხო არ არის აი სად არის ეს არის ვაშნარის ეკლესია ტიპიური ბიზანტიური ეკლესია იუსტინიანეს ქალაქი ქვია ამას ეს არის იუსტინიანის ქალაქი აი ამ ადგილას არის ვაშნარი კიდევ ერთხელ გეუბნებით გურიანთასთან არის გურიანთაში რაღაც გურიანთას უბანია ასე ვთქვათ ჩაის ქარხანა იყო იქა ეხლაც არის ჩაის ქარხანა გურიელი აი გურიელი რო არის გზაზე ოზურგეთიდან რომ მიემგზავრებით ზღვისკენ მაგალითისათვის შეკვეთილისკენ რო ჩახვალთ გურიანთაში ხელმარცხნივ არის დიდი პლანტაცია ჩაის გურიელისა და იმის უკან ყოფილ ჩაის ქარხნის მიმდებარედ არის ვაშნარის საოცარი გამოოგნებელი ნაქალაქარი გამოოგნებელი ჯერ მარტო ფორმა ზომა ნახეთ რა შესაბამისად აი აქ ცხოვრობდნენ აფშილები სუფსას ხეობაში სუფსას ორივე მხა აფშილი სუფსა ეხლა ფს რო უამრავგან არის და რამდენი გვაქვს ამაზე საუბარი და ფასისი რო უამრავ მდინარეს ქვია და ასე შემდეგ და ფსდან ნაწარმოები 100 მდინარე რო გვაქვს საქართველოს ტერიტორიაზე და 6 მდინარეს რო ფასისი ერქვა ამაზე შეთანხმებულები ვართ რა და ერთმა ძალიან კარგმა ისტორიკოსმა შესაბამისად თუნებას მომცემს ვიტყვი მის სახელს შემდეგ გადაცემაში თქვა რომ ეხლა მე უფიანანია რომ 40 წელიწადია იბრძვის ამაზე რომ ჭოროხი არის პროკოფისეული ფაზისი სტრაბონისეული ფაზისი ასე შემდეგ ეხლა ამ ადამიანმა როგორც იქნა თქვა შესაბამისად ისტორიკოსმა ცნობილმა რომ ხო აი შესაბამისად უნდა შევთანხმდეთო და დავფიქრდეთო და ვიმსჯელოთო რომ ფაზისი უნდა ყოფილიყო არა რიონი არამედ ჭოროხიო და რადგან შესაბამისად თუ შევთანხმდით რომ მდინარე
ჭოროხი არის ფაზისი, მაშინ ყველა ეს მოვლენა რაც ხდება ისტორიაში მდინარე ფაზისის მიმდებარედ, ინაცვლებს ქვემოთ სამხრეთით რამდენად წარმოგიდგენიათ, რამდენად და სულ თავიდან არის ეს ყველაფერი სალოკალიზაციო. ადგილმდებარეობა უნდა დადგინდეს მომიტევეთ ბარბარიზმისათვის. აი აქ ვაშნარში შესაბამისად იყო იუსტინიანეს ქალაქი, აი აქ იყო აფშილეთი, მერე შესაბამისად ჯოჯოხეთი ჩაიდი აფშილები და აი აქ შესაბამისად უკვე ზემო გურიაში, ასე ვთქვათ, ჩოხატაურში და ასე შემდეგ ცხოვრობდნენ მისიმიელები. მისიმიელებიც მართლმადიდებლები იყვნენ, ხო და აფშილებიც რაღაც დონეზე წარმართული კი იყო მათში, მაგრამ ისინიც იყვნენ ქრისტიანები იმ ეპოქაში და ჯოჯოხეთი ჩაიდინა ბიზანტიამ რა, ზოგს ვერ წარმოუდგენია, ზოგს გონია რომ მარტო მონღოლეთი, სპარსეთი, ასურეთი, ოსმალეთი, რუსეთი იყვნენ ჩვენი მტრები და ერთ-ერთი დიდი მტერი და ერთ-ერთი აქტიური მტერი შესაბამისად აი აკაურობაში იყო ბიზანტია რა. აი ეხლა რასაც მოგიყვებით და პროკოფი კესარიელი წერს, წარმოიდგინეთ რომ სისხლის გუბეები სახლებს წვავდნენ, ბავშვებს, თოთო ბავშვებს, პატარა ბავშვებს ჰაერში ისროდნენ და შუბს უდებდნენ ქვემოთ და შუბზე აცვავდნენ პატარა ბავშვებს. პროკოფი კესარიელი წერს ბერძნებზე, თავის თავზე, თავის ხალხზე, თავის ერზე, თავის ჯარისკაცებზე წარმოგიდგენიათ და სულ ამოწყვიტეს ეს მისიმიელები გააქრეს და რაც შეეხება აი ამ შემოტევების გამო, რო აქ მიდიოდა ეს მსოფლიო ომი შეიძლება ითქვას ორ დიდ სამყაროს შორის, აფშილები ამოვიდნენ და დღევანდელი აფხაზეთის ტერიტორიაზე დასახლდნენ, თორე აი ამ პერიოდში მე-6 საუკუნეში შესაბამისად აი აქ სადაც დღევანდელი მაგალითისათვის სუფსას ხეობაა და ნატანების ხეობაა, აი ამ ადგილზე ცხოვრობდნენ აფშილები. ქართული ტომი კიდევ ერთხელ გეუბნებით, არავინ არ იფიქროს რომ ეს რაღაც სხვა ერია, სხვა ხალხია და ასე შემდეგ. აფშილები როგორც დღეს არის, აი ქვეტომები რო არის მაგალითისათვის, კუთხეში რო კიდე ქვეკუთხეა, აი ესეთი სახელწოდება არის აი ამ კონკრეტულ შემთხვევაში და აი აქ აუშენა იუსტინიანემ ეკლესია ვაშნარში. ეხლა ნახეთ რა ხდება რა. აი ამ ადგილს დღეს რო ესე მოვდივართ აქედან ნატანებს რო გამოვწდები და მერიას რო გამოვწდები და შემაღლებულ გორაკზე რო გზა მიდის და მარჯვნივაც მარცხნივაც წყლები დგება დღესაც კი შესაბამისად და რაჭაობები იყო 100 წლის წინ, 150 წლის წინ, 200, 300, 500, 700, 1500 წლის წინ თქვენ თვითონ წარმოიდგინეთ. შესაბამისად ამას ჰქონდა ორადორი მოსასვლელი. ორადორი მოსასვლელი ჰქონდა ამ ადგილს დასავლეთიდან. ერთი აი აქედან მაგალითისათვის რომ მოვიდოდა ადამიანი დღევანდელ ციხისძირში. დღესაც არის ეს გზა. აი ესე ციხისძირიდან და ქობულეთიდან უნდა წამოსულიყო და იქ არის მაგალითისათვის ლეღვა, მუხაესტატა, იცით თქვენ შესაბამისად ეს გზა და ეს ჩამოდის ესე ლიხაურში და ლიხაურიდან იყო საურმე გზა, მშრალი გზა. შესაბამისად აქ უნდა ლიხაურის ციხე გამოევლო ადამიანს და უნდა ჩამოსულიყო აი ამ გზით სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ ვაშნარის ადგილას, სადაც ეხლა ვაშნარი არის, აი ამ ციხე ქალაქში, აი ამ გრანდიოზულ ეკლესიაში რა. აი აქ ესე უნდა მოსულიყო, აი აქ იყო ვაშნა იუსტინიანეს ქალაქი. უეჭველი. აი როგორც შესაბამისად ნებისმიერ ადამიანს ნაცნობს ვეტყვი და ვხედავ რომ ის არის, აი ესე ვარ დარწმუნებული. რაც შეეხება შესაბამისად მეორე წყლიერ გზას. ყველა მინდა დავარწმუნო, რომ მდინარე სუფსა გაცილებით უფრო შორ მანძილზე და გაცილებით უფრო სტაბილური სანაოსნო იყო ვიდრე რიონი. დიახაც, ზუსტად ესე იყო. თუნდაც იმიტომ შესაბამისად რომ აი ამ სუფსას სამხრეთით მაგალითისათვის ეს ყველგან გორაკი ემიჯნება შესაბამისად და სტაბილურია და არა აქვს ისეთი მიანდრები და არა აქვს ისეთი ცვალებადობები, ხილულად არა აქვს რა, ამას გეოლოგია გველაპარაკება და შესაბამისად მდინარის მდგრადობა გველაპარაკება. აი ესე შემოდიოდა გემი, მოდიოდა აი ამ ადგილამდე, შესაბამისად და აი წარმოიდგინეთ, სადაც არის კონჭკათი, აი მერია რო არის, მერიის ჩრდილოეთით
კონჭკათი, თქვენ იხილეთ აუცილებლად კონჭკათის ციხე. გრანდიოზული ციტადელები რა, აი ესე შესაბამისად რო შემოდიოდა, აი ადამიანს უნდა აქ პატარა ქედი გადმოევლო, ხვდებით რა ადგილასაც არის, ვინც ახლა თუ არა და რუკაზე იხილეთ, აგინდა ამ რუკაზე, გინდა სხვა რუკაზე, გინდა გურულს კითხეთ რა, კონჭკათელს, მერიელს, ოზურგეთელს. შესაბამისად აი აქამდე მოდიოდა და მე აი აქ იყო ციტადელი, ესეც მათი აშენებულია. ესე იგი აქ აი ეს ციხე უნდა გაევლოთ, რომ შემოსულიყვნენ იუსტინიანეს ქალაქში და ჩამოსულიყვნენ დღევანდელ გურიანთაში, ანუ ვაშნარში. ხოლო სამხრეთიდან შესაბამისად უნდა მოსულიყვნენ და გაევლოთ ციხისძირის ციხე, რომელიც შემთხვევით გონიათ ქაჯეთის ციხე, ქაჯთა ციხე, რომელიც შესაბამისად შემთხვევით და უნებლიეთ გონიათ პეტრას კათედრა. პეტრას კათედრა იყო არა მანდ, არამედ პეტრას კათედრა თუ ადონს, ნიკოლაი ადონს, სომეხი მეცნიერია, ობიექტური, შესაბამისად დიდებული მეცნიერი, პირად საუბრებში ვისაუბროთ კიდევ ამაზე, ვინ იყო და რა იყო ეს კაცი. იგი ამბობს, რომ პეტრას კათედრა იყო პაიპერში, ბაიბურთში. არის ესეთი ისტორიკოსი, თურქი ისტორიკოსი, ქემალ კარადენიზლი. იგი ამბობს, რომ ათინაშია პეტრას კათედრა და პეტრას ციხე და პეტრას ქალაქი. პეტრა ძალიან ბევრგან იყო, იქ 30 პეტრა იყო. კლდეს ნიშნავს, ქვას ნიშნავს და ძალიან ბევრ შეიძლება ერქვა და შეიძლება ამასაც ერქვა სიტყვაზე დღევანდელი ციხისძირის ადგილას, მაგრამ აქ კათედრის მყოფობა გამორიცხულია. გამორიცხულია მანდ რო კათედრა ყოფილიყო ბიზანტიური. მივალთ მაგ ადგილამდეც. შესაბამისად აი ამ ადგილას უნდა გამოევლო მაგალითისათვის ვინც ფეხით მოდიოდა, ვინც ურმით მოდიოდა და ეს ციხე მხოლოდ აი ამ გზას კეტავდა. სხვა არანაირ მსოფლიო მაგისტრალურ გზას არ კეტავდა პეტრას ციხე. ეს არის რომ ესეთი გადმოცემები რო არის რომ ეს იყო მიუვალი ციხე, აუღებელი ციხე, რაღაც ასწაული ციხე. რა ის აუღებელი ციხე? მანქანა გადადიოდა ჩემს ბავშვობაში, ჩვეულებრივი მანქანა გადადიოდა ამ ციხეზე, 1-2 მოსახვევი იყო და 1-2 აღმართი იყო. ეს არის აუღებელი ციხე ქართული სტანდარტებითა და ბერძნული სტანდარტებით, მარტო ის დანიშნულება ჰქონდა და მე გეტყვით, ეს უნდა ყოფილიყო სევასტოპოლისი. უამრავი ავტორი, ნუ გაგიკვირდებათ, ძალიან ახლოს ფაზისთან, ძალიან ახლოს ტრაპეზუნთასთან, ძალიან ახლოს პიტიუსასთან, რომელიც უეჭველი სურმენესთან არის დაბლა, ანთავსებს სევასტოპოლის. არა, სევასტოპოლი აიტანეს სოხუმში შესაბამისად, იქ ძალიან ვღელავ ეხლა ცოტა დრო რო დარჩა, ყველაფრის მოყოლა მინდა თითქოს და შეიძლება მართალიც არის კარგად გამიგეთ, მაგრამ თითქოს და დაახლოებით 40 წლის წინ, 50 წლის წინ რომელიღაცა სანატორიუმის ფიზკულტურის მასწავლებელმა თითქოს ზღვაში სტელა იპოვა, სადაც აწერია, აი წეღარო ვლაპარაკობდით, რომ ვიღაცას დაფის ნახვა უნდა, რომ აი აქ ამ ადგილას იყო მაგალითად 40 საუკუნის წინ ქალაქი და იქ იპოვა ვიღაცა ესეთი სტელა, რომელსაც აწერია სევასტოპოლისი, კარგად გამიგეთ და როგორ მოხდა, რანაირად მოხდა, როგორ იყო ამოღების წესი, როგორ იყო ამისი შემოწმების წესი, არავინ არ იცის, კარგად გამიგეთ. მე ის ადამიანიც გაქრა ეს ფიზკულტურის მასწავლებელი, ვინც იპოვა რა, გმირი გაქრა აღარა ჩანს იმის მერე აღარც სამყაროში, აღარც ბუნებაში შესაბამისად და აი იმის კი რაღაცა ქალაქ ცხუმი იყო იქ. ცხუმი რო იყო, წყალი არ გაუვა, კარგად გამიგეთ და ქართული ქვეყანა რო იყო მუდამ და ბიჭვინთა რო იყო იმის მაღლა შესაბამისად, ამას წყალი არ გაუვა და ბიჭვინთა ეს ქართული ბიჭვინთაა და ბერძნული პიტიუსა, ბერძნული კათედრა მანდ კი არ იყო და მანდ კი არ არის იუსტინიანეს აგებული ეკლესია. ისტორიკოს შეეკითხეთ რა, პიცუნდაში, ბიჭვინთაში, სოხუმს მაღლა რო ეკლესიაა, ეგ ბერძნული კათედრა არის, თქო, ეგ იუსტინიანეს აშენებულია, თქო? შეეკითხეთ რა, ესე მე თვითონ ძეგლი შეისწავლეთ რა, ძალიან გთხოვთ რა. არის ეგ ბერძნული, არის მანდ გალავნები, არის მანდ ტიპიური კათედრა? სუფთა ქართული ეკლესია ხალხო.
სუფთა ქართული ეკლესია და მე აუცილებლად ჩადით შესაბამისად იხილეთ უამრავი რუკა და უამრავი ცნობა რომ ტრაპეზუნთას გვერდზე იყო ბიჭვინთა ტრაპეზუნთა პიტიუსა ამიანე მარცელინი წერს და უამრავი ისტორიკოსი ერთ სიტყვით უამრავი შემდეგი გადაცემა ვილაპარაკოთ აი იმ წყაროებზე რომლებიც ამბობენ თუ სად იყო სებასტოპოლისი რა მანძილზე იყო და რა მანძილზე იყო შესაბამისად ბიჭვი ისა პიტიუსა კიდევ ერთხელ გეუბნებით აი აქ იციან ისტორიკოსებმა იციან არსებობენ მაგალითად აი 50% ისტორიკოსისა ძველი ავტორებისა რომლებიც შესაბამისად აქ ანთავსებენ და არსებობს ასეულობით რუკა ერთი და ორი კი არა ასეულობით რუკა სადაც გაჩვენებთ რომ აი ამ ადგილას წერია სებასტოპოლისი მე ვეთანხმები ვანს ვინც აი აქ ანთავსებს სებასტოპოლის რა შესაბამისად აი აქ იყო სებასტოპოლისი სადაც არის დღევანდელი ესეც იუსტინიანეს ეპოქაში აშენებული, მაგრამ ეს კათედრა არ იყო. ეს იყო ეკლესია, შესაბამისად ეს არ იყო ლაზიკის კათედრა. ეს იყო ეკლესია, შესაბამისად და ეს იყო აბაზგიის ეპარქია. აქ არ იყო აბაზგიის ეპარქია და ეს აბაზგიის ეპარქია ბერძნულ ნოტიციებში ნახეთ რა ხდება ცოტა ხანი არ ჩანს კარგი პირველ ნოტიცია, აი ყველაზე ადრეულ ნოტიციაში, მეორე ნოტიციაში არ ჩანს, მერე ჩნდება და მერე ისევ ქრება. და რა ხდება რა ის არის მაგალითისათვის არ უამრავი ჭიდაობაა ამაზე, რომ რატო ჩნდება გვიან და რატო ქრება ადრე. ვიდრე სხვა ეკლესიები. ხვდებით ხო რის თქმა მინდა, აი მაგალითისათვის არსებობს 15 ნოტიცია და პირველ, მეორე, მესამეში რიგითობით რა. რიგითობით და არა ნუმერაციით, იმიტომ რომ ნუმერაცია ხანდისხან ამას არ ემთხვევა ხოლმე. და უადრეს იმაში ნოტიციებში, საეპისკოპოსო ნუსხებში არ არის აბაზგია ნახსენები, მერე ჩნდება აბაზგია, მერე ქრება. რატო იცით ბატონებო? რატო შესაბამისად და გვიან იუსტინიანე არის 550-იანი, 560-იანი წლებში არის აი ეს ლაზიკის დიდი ომი შესაბამისად და მაშინ იპყრობს აქაურობას და ასე შემდეგ და აი მაშინ აფუძნებს აქ უკვე რომ სხვაგან რო უკვე არსებობს, კარგად გამიგეთ კათედრები. მაგალითად ტრაპეზუნთას კათედრა არსებობს ტრაპეზუნთაში, მაგალითადთვის ბიჭვინთვის კათედრა არსებობს სურმენეში, სტრატოფილესაიდანაც არის. სტრატოფილი არ არის დღევანდელი გაგრა და პიცუნდასთან არსებული ეკლესიის და კათედრის მღვდელთავარი. იგი აი სადაც არის ოფი, რიზე, იქ იყო პიტიუსა და იქაურია სტრატოფილე. და ტრაპეზუნთას იქით არის. ესა ტრაპეზუნთას აქეთ არის. წარმოიდგინეთ უკვე თქვენა სადაც არის ესა. შესაბამისად აი ეს სულ რაღაც აი ამ რუკას ესეთი სახელწოდება დავარქვი. ბერძნული ანუ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს კათედრების მყოფობა დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე. ისინი შემოიჭრნენ აქა 550-იან წლებში და მერე მურვანყრუს დროს ყველაფერი გააქრა. და გაქრნენ და წავიდნენ. აი ეს იყო ეს 150, 160 წელიწადი, საუკუნე ნახევარი, ასე ვთქვათ, 2 საუკუნე არა. იყო პროზელიტიზმის ტალღა და მერე წავიდნენ. ხვდებით ხო რის თქმა მინდა და ესენი ამბობენ დღევანდელი საბჭოთა ისტორიოგრაფია რა სამწუხაროდ რომ აი მე-11 საუკუნეში, მე-10 საუკუნეში აქ იყვნენ წარმოგიდგენიათ და მერე ჩვენ გავყარეთ ესენი რა. 1054 წელს ბიზანტიის იმპერატორი ეკითხება წმინდა გიორგი მთაწმინდელს, რომელი ეკლესია არის როგორი და ასე შემდეგ დამიხასიათე ეკლესიებიო და მან დაუხასიათა და რაღაცა ხინჯი უთხრა ბიზანტიურ ეკლესიაზე, რომ აი ეს გადაცდომა გქონდათ, აი ეს შეცდომა გქონდათ. რომის ეკლესიაზე უთხრა, აი ეს გადაცდომა, აი ეს შეცდომა გქონდათ, მაგრამ ასე შემდეგ სომხურ ეკლესიაზეც უთხრა რაღაცა შესაბამისად, რომ ესე და აბა წესიერი რომელია, მართალი რომელიაო და ეუბნება წმინდა გიორგი მთაწმინდელი, ეს არის დედა ეკლესია, ქართული ეკლესია არისო, შეუმცდარიო, პატიოსანიო, უმციკლო, მართალიო და ასე შემდეგ და თუ თქვენ კაი ოჯახიშვილებო, თუ
1054 წელს, ესე იგი 54 წლის წართმეული აქვს ქართულ ეკლესიას, ბიზანტიის ეკლესიისათვის კათედრები და ეს არ იცის არც ერთმა და არც მეორემ, შევთანხმდეთ რომ ეს რამე არ მომხდარა რა. შევთანხმდეთ რომ ესეთი რამე არ მომხდარა, ეხლა აბა ვინ იცის თუ ამ ორმა ადამიანმა არ კიდე ერთხელ ვიმეორებ ეს დიდი დანაშაულია. დიდი დანაშაული იქნებოდა რო ყოფილიყო. როგორ მინდა იცით რომ კარგად გამიგოთ? შესაბამისად, აი წარმოვიდგინეთ ეხლა მე რაც შეეხება პეტრას. რაც შეეხება პეტრას ციხეს. პეტრას ციხეზე საუბრობენ რომ ეს არის ესეთი რთული გასასვლელი, აუღებელი ციხესიმაგრე და ეს არის უსაზღვროდ სტრატეგიული ადგილი. უსაზღვროდ სტრატეგიული ადგილი, რომ ეს არის გზა აქედან არის შემოსასვლელი საქართველოში, ერთადერთი შემოსასვლელი. აქედან არის ერთადერთი გასასვლელი და გზაჯვარედინი, საიდანაც ერთი გზა მიდის არმენიისაკენ და სპარსეთისაკენ და მეორე გზა მიდის ბიზანტიისაკენ, ტრაპეზუნთასაკენ, კონსტანტინოპოლისაკენ. ეს არის ხუფათთან არსებული ჯიხას ეძახიან, მართლაც ქაჯეთის ციხე. მართლაც საოცარი ადგილი, კარგად გამიგეთ, მე შემიძლია ნებისმიერ კოორდინატები ვუთხრა, მართლაც აუღებელი ციხესიმაგრე და მართლაც გზაჯვარედინი. ხუფათი სადაც არის, შესაბამისად სარფის დაბლა არის ხუფათი, იქ არის უღელტეხილი, აი ამ დიდ ძალიან მაღალ ლაზიკის მთებზე, ლაზეთის მთებზე და უღელტეხილით გადადიხარ ჭოროხის ხეობაში და ზუსტად მე აი არმენიას რო აქ წართმეული ჭოროხის სათავეები, იქით არის არმენია. იქით არის გზა აი ამ ართვინამდე რო ჩახვალ და არსიანის ქედს გადახვალ, იქით არის პერს-არმენია, იქით არის სპარსეთი, იქით არის არმენი, იქით არის გზები. აქეთ კიდე შესაბამისად ეს არის გზაჯვარედინი, ეს არის გზაგამყოფი. ზუსტად ის და რუკაზე ნახეთ, ძალიან გთხოვთ, კიდე ერთხელ გეუბნებით, დასავლეთის მხრიდან მატარებელმა გაიარა ამ ციხესთან რა და აღმოსავლეთის მხრიდან მანქანამ გაიარა ამ ციხესთან და ეს არის ის ციხესიმაგრე, რაზედაც საოცრებები არის დაწერილი. ეს კიდე ერთხელ გეუბნებით, აი ხუფათში არსებული ციხე უნდა იყოს ის ციხე, ლაზიკის პეტრა, რომელთანაც მოხდა ეს გრანდიოზული ომი, შესაბამისად სპარსული ხოსროჯარები ალბათ ჩამოყვნენ ჭოროხს მანდედან, მერე გადმოვიდნენ და მანდ გაიმართა ეს ომი და აი ეს ტერიტორია არის შესაბამისად სულ რაღაც 150 წელიწადი ბიზანტიის ხელში და აი ამ ქალაქს, სადაც არის ვაშნარი, პირველად ვამბობ, აი ახლა აი ამ გადაცემაში მანამდე არავის არ უთქვამს. არავის არ უთქვამს, აი ერთი სული მაქვს, რომ მეუფიანანიას გავაგებინო. ერთი სული მაქვს, რომ რამ სხვადასხვა მეცნიერებს გავაგებინო, ამაზე ვისაუბროთ, შესაბამისად, რაც არის ვაშნარში, საოცრება. აი აქ არის სებასტოპოლის კათედრა და ციხე აბაზგიის ეკლესიისა და აი ეს არის შესაბამისად ის ეკლესია, იუსტინიანეს ქალაქი, ასე არის სახელდებული, შესაბამისად, რომელიც აუშენა აბაზგებს, აფშილებს იუსტინიანემ. ეს არის ეხლა სანამ ნახავთ მინდა რომ მოგიყვეთ რა. ჯუბუა დე მონპრე იყო ჩამოსული შესაბამისად ეს ფრანგი მოგზაური და იმას აქვს ჩახაზული ეს ტერიტორია, რომელიც დღეს ჯაგებით არის, ამწუხაროდ მეც ყველას მინდა რომ გთხოვოთ რა, გურული იქნება თუ, მეცნიერი იქნება თუ, მდიდარი იქნება თუ, გულანთებული იქნება ადამიანი, შეეხიდოთ ექსპედიციას, შეეხიდოთ ამ არქეოლოგიურ ჯგუფს, ვინც ახლა იქ მუშაობს და ეძებს. წარმოვიდგინეთ, რომ ეს არის ალბათ 80 სანტიმეტრის კედლებია ესეთის, რომელიც კონტურები ჩანს თუ როგორი იყო ციხესიმაგრე. ამ ციხესიმაგრის ერთი ნაწილი თან აი საკურთხეველია ეკლესიისა და ამ ციხესიმაგრეშია მოქცეული დიდებული, დიდი, გრანდიოზული, აი წარმოდგენისათვის რო გითხრათ, ქაშუეთზე გაცილებით დიდი ეკლესია, დიდი საძირკვლებით, გადარჩენილია იმ დონეზე, რომ აი 3 მეტრის, 2 მეტრნახევარის არის საკურთხევლის კედელი და საოცარი უცნაური წყობა აქვს. იქით მარცხენა მხარეს არის ხილულად მარტირიუმი, ანუ წმინდანთა და
სასულიერო პირთა სასაფლაო, ასე ვთქვათ, იქით არის საწყობები, იქით არის შესაბამისად სამარხები, იქით არის საცავები და 4-ვე მიმართულებით ერთგან ტყეში მიდის, ერთგან ბალახში მიდის, ერთგან ყოფილ ჩაის პლანტაციებში მიდის, ეს ციხე ქალაქის დიდი გალავნის კედლები კიდე რა ხო არის ეს ციხე და მე კიდე გზები და იქ არის ჩასატარებელი საოცარი სამუშაოები და ამოვა უამრავი ცნობები. აი დღეს შეიძლება ითქვას, რომ აი ამ დიდი ტერიტორიის ნაქალაქ არის ალბათ ერთი 20%-ია გათხრილი იმასთან შედარებით, რაც ჯუბუამ ჩაიხაზა. მე-17 საუკუნეში და მე რა იქნებოდა ახლა იუსტინიანეს ეპოქაში, რომ აქედან ჩრდილოეთიდან ციხე ააშენეს. ადამიანი უნდა წამოსულიყო და ესე გადმოსულიყო და მე ლიხაური და აჭით უნდა ჩამოსულიყო, იცით ეს გზები თქვა. ლიხაურის ციხე უნდა გამოევლო. ერთი ციხე აქ იყო, მეორე ციხე აქ იყო, მესამე ციხე აქ იყო და თვითონაც ეს ციხე ქალაქია. საოცარი რა. აი სად იყო აბაზგიის ეპარქია, სულ 150 წელიწადი. აი ვინ არიან? ვინ იყვნენ პროზელიტები, უპრობლემოდ რო შედიოდნენ და დაუნდობლად რო ითვისებდნენ კათედრას და მრევლს და ხალხს და ესე რო იქცეოდნენ და მოდით აღარ დავარქვათ რა დედა ეკლესიას პროზელიტური რა. არ ყოფილა მისგან არც გაქართველება და არც ხვის ტაძარში შესვლა. გამორიცხულია ესეთი რაღაცა რა. ძალიან დიდი მადლობა მეგობრობისათვის, თანადგომისათვის. ძალიან მიხარია თქვენი თანადგომა, თქვენ საუკეთესო აუდიტორია ხართ. დიდი მადლობა ნათესაობისათვის, მოყვასობისათვის, შეძახილისათვის, დალოცვისათვის. ყველაფერი იქნება კარგად. გაუმარჯოს ქართველ ერს, გაუმარჯოს დედა ეკლესიას, გაუმარჯოს ჩვენს ძვირფას ფუძე ენას, გაუმარჯოს ჩვენს წალკოთ ამ ქვეყნიურს ამოთხეს. დიდი მადლობა. მე ყოველთვის თქვენ გვერდში ვიქნები. ნუგზარვანიშვილი, თქვენი ერთგული მეგობარი. მშვიდობა გქონდეთ ოჯახში, სამშობლოში, საზოგადოებაში, სულში.